ლარი გაამყარა ვალუტის შემოდინებამ, განაცხადა ნათია თურნავა. ფაქტმეტრის დასკვნით ნათია თურნავას ეს განცხადება არის მეტწილად მცდარი. ლარი აშშ დოლართან მიმართებით მარტის პირველად დღეში 3.62 მეასედი თეთრით და წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით 3.96 მეასედი თეთრით გამყარდა. დოლარისგან განსხვავებით იმავე პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებით 6.79 და 8.89, ხოლო ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 2.13 და 6.19 თეთრით გაუფასურდა. ლარი ასევე გაუფასურდა პრაქტიკულად ყველა სხვა ევროპული ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით. იქნება ეს შვეიცარიული ფრანკი, პოლონური ზლოტი, ბულგარული ლევი, რუმინული ლეი, შვედური კრონა, ნორვეგიული კრონი თუ ასე შემდეგ. ბოლო ორ თვეში და განსაკუთრებით მარტის დასაწყისში სხვა ძირითადი ვალუტების ევროს, ფუნტის, იაპონური იენის და სხვათა უმრავლესობასთან შედარებით თავად დოლარი გაუფასურდა. დაეცა დოლარის ინდექსი. შესაბამისად აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი სწორედ დოლარის გაუფასურება გახდა. დოლარის ინდექსი 4%-ზე მეტით შემცირდა. ლარი კი დოლართან მიმართებით მხოლოდ 1.4%-ით გამყარდა. ზოგიერთ საერთაშორისო ვალუტასთან, მაგალითად ჩინურ იუანთან და კანადურ დოლართან, ასევე მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან რუბლის გარდა, ლარი მართლაც გამყარდა, რის მიზეზიც მეტწილად თავად ამ ვალუტების გაუფასურება გახდა. როგორც შეიცვალა ბოლო 10 დღეში ან ბოლო 2 თვეში ვალუტის შემოდინება, ამის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მხოლოდ ნაწილია ცნობილი, რაც დასკვნის გამოსატანად არასაკმარისი წინაპირობა აქვს. ცნობილი ფაქტებიდან დადასტურებული მხოლოდ ისაა, რომ საანგარიშო პერიოდში თავად დოლარი გაუფასურდა. მთავარი, ან როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უგულებელყოფის გათვალისწინებით, ფაქტმა ნათია თურნავას ეს განცხადება შეაფასა ვერდიქტით. მეტწილად მცდარი. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.